ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის ვიზიტი თბილისში გრძელდება. ამ წუთებში მას საგარეო საქმეთა სამინისტროში ელოდებიან. დაგეგმილია შეხვედრა მაკა ბოჭორიშვილთან, დილიდან კი დისკუსია შედგა ოპოზიციასთან. შეხვედრას ესწრებოდნენ ოპოზიციური ალიანსის ლიდერები, ძლიერი საქართველოს წარმომადგენლები, ლელო საქართველოსთვის ლიდერი ბადრი ჯაფარიძე და საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი. თამუნე ციკლაური მუშაობს თემაზე და გვერდება ახლა პირდაპირ ეთერში. საინტერესოა რა განცხადებები გაკეთდა ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ. თამუნე Დიახლის და უკვე მეორე დღეა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი მართავ შეხვედრებს, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებთან, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი ამ წუთებში ის იმყოფება სწორედ შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრთან და ბუნებრივია თუ რა საკითხებზე გამახვილდება ყურადღება ამ შეხვედრის განმავლობაში გვეცოდინება ჩვენ მას შემდეგ, რაც თავად ეს შეხვედრა დასრულდება და საგარეო საქმეთა სამინისტრო გაავრცელებს ამ შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაციას. თუმცა მანამდე სონატა კოლტერი უკვე შეხვდა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. დღეს დილით 1 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა ეს შეხვედრა და ამ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ოპოზიციური ალიანსის წარმომადგენლები, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მათ შორის არ ყოფილა ნაციონალური მოძრაობის წევრი, ასევე ამ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ლელოსა და გიორგი კახარიას პარტიის წევრები და პრინციპში ის განცხადებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ უკვე შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან ეხებოდა სწორედ იმ საკითხებს, რაზეც შედგა მსჯელობა და ეს თავარი საკითხი, რაც რასაც ასახელებს ოპოზიცია, ეხება სწორედ საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს. ოპოზიცია ამბობს, რომ საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძლიერი პარტნიორი და ეს მათ შორის ისეთი ძლიერი პარტნიორი, როგორც არის ამერიკის შეერთებული შტატები, ამიტომ მნიშვნელოვანია ის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი იმყოფება ქვეყანაში, მართავ შეხვედრებს, ხდება მათ შორის და შეხვდა მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებსაც და ამბობენ იმასაც, რომ სწორედ ეს არის ის თავარი საკითხები, რაზეც ისაუბრეს, ურთიერთობები და ასევე თქვა ისიც, რომ თავის მხრივ ამერიკული მხარე და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი კარგად არის ინფორმირებული, როგორც ისინი ამბობენ, იმ პროცესებთან დაკავშირებითაც, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს, მათ შორის პოლიტიკური მიმართულებით. იყო ძალიან გუწფელი საუბარი მასთან დაკავშირებით, თუ რა არის ახალი ამერიკის ადმინისტრაციის პრიორიტეტები, ზოგადად გლობალურად, ისე როგორც ჩვენ რეგიონში და კონკრეტულად საქართველოში, იყო ასთა გამოცდა, ჩვენ როგორც წარმოგიდგენია ამ ქვეყნის განვითარება და მათ შორის როგორი უნდა იყოს ამერიკასთან ურთიერთობები ამ ქვეყნის, გასაგებია რა უნდა იყოს ისეთი როგორიც არის. საუბარი იყო მათ შორის იმაზე, რომ რა დაპირებებსაც არ უნდა იზრდებოდეს ოცნება დღესაც იძლევიან და გუშინაც იძლევიან დაპირებებს, რომ ეხა ამ ვიზიტზე არა და ეხა კიდე ორ კვირაში რაღაც ახალი ვიზიტი იქნება და მერე დავლაგდებით და რაღაცა, რომ ეს ყველაფერი ტყუილები და არის სისულელე და ამის პარალელად მიმდინარეობს ანტიდასავლური და მათ შორის ანტიამერიკული პროპაგანდა, რომელიც მოდის კონკრეტულად ქართული ოცნებისგან. იყო საუბარი იმაზეც, რომ ნამდვილი ჭეშმარიტი და კარგი და გუწფელი ურთიერთობები და მეგობრული ურთიერთობები ამერიკას საქართველოს შორის იქნება ხოლმე მაშინ, როდესაც აქ ეს რეჟიმი შეიცვლება. მე დეტალებს ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ბუნებრივია ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს ძალიან კარგად ესმით, იდეალურად ესმით, რომ ქვეყანაში სტაბილურობისთვის აუცილებელი არის ორი რამ. პირველი ის, რომ ნებისმიერი ხელისუფალის, ესე ვთქვათ, ქცევა უნდა გამომდინარეობდეს და შეესაბამებოდეს ქცევა იმ ხალხის, ესე ვთქვათ, მისწრაფებებს. ეს არის აუცილებელი მდგენელი სტაბილურობისთვის და მეორე, რა თქმა უნდა, კანონის უზენაესობა. კანონის უზენაესობის გარეშე არც ერთ ქვეყანაში, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოში შეუძლებელია ვისაუბროთ სტაბილურობაზე. და ის, რომ საქართველოში სტაბილურობა არის აუცილებელი, ეს არის მათ შორის, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს თანმხედრი ინტერესები. ჩვენ ვისაუბრეთ იმ მნიშვნელობაზე, რომელიც აქვს შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის, მისი უსაფრთხოებისთვის, მისი ეკონომიკური განვითარებისთვის. ამიტომ შეერთებულ შტატების ღრმა ჩართულობა რეგიონში არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. შესაბამისად, ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ ცდილობებს, რომელსაც ხედავთ შეერთებულ შტატების მხრიდან, რომ იყოს უფრო მეტად ჩართული მათ შორის უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ პროექტებში, რომელიც რეგიონში მიმდინარეობს. საქართველოს ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ ამას სულად მხარს ვუჭერთ. როგორც
როგორც უკვე გითხარით, ამ წუთებში სონატა კოლტერი ხდება საგარეო საქმეთა მინისტრს გუშინ, მან ასევე შეხვედრა გამართა პრემიერ-მინისტრთან და მთავარი მოლოდინი, რაც მართლ გუნდს აი ამ შეხვედრების ვიზიტის მიმართულებით აქვს, არის ამერიკა საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვა, სტრატეგიული პარტნიორობის ახალი ფურცლიდან დაწყება, ასეთია განცხადებები, რომელსაც ჩვენ ვისმენთ მმართველი გუნდის მხრიდან. ჩვენეთის იმედი გვაქვს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია უკვე სხვანაირად უყურებს საქმეს და რა თქმა უნდა, მხოლოდ მათ ინფორმაციაზე დაყრდნობით არ გააკეთებს დასკვნებს. ასე რომ ის ჩვენს მოგვისმენს, მათაც მოусმენს და მათ თავისი წყაროებიც ინფორმაციისა საკმაოდ გააჩნიათ მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც და შეუძლიათ ეს ყველაფერი გადაამოწმონ და ნახონ რა არის რეალობა და რა არის განმოგონილი ნარატივები. როდესაც ბატონმა რუბიომ დარეკა ჩვენს პრემიერ-მინისტრთან ინიციატორი თვითონ იყო ამ ზარისა, ეს მანიშნებელია იმისა, რომ ინტერესი დიდია. ასე რომ ჩვენი მხარე კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ჩვენ რეალობაზე დაყრდნობილი თანასწორუფლებიანი და ურთიერთმომგებიანი პარტნიორობისთვის ყოველთვის მზად ვიყავით და მომავალშიც ვიქნებით. სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ საქართველოსთან ურთიერთობების მძიმე მემკვიდრეობა მიიღო ტრამპის ადმინისტრაციამ ბაიდენისგან. პირდაპირ დაადასტურა და ერთი წელი დაჭირდა ამ ყველაფერს იმისათვის, რომ დღევანდელ ტრამპის ადმინისტრაციაში დაენახათ და გაეგოთ თუ რეალურად რა ხდებოდა საქართველოს ამერიკასთან ურთიერთობაში, რომ საქართველოს პირნათელია იმ პარტნიორულ ურთიერთობებში, რომელიც ჰქონდა შეერთებულ შტატებთან და დღეს რასაც ვხედავთ, კარგია ეს და იმედის მომცემია, რომ ამ შემთხვევაში მაღალთანადობის პირები ჩამოდიან და იკვლევენ იმას, თუ როგორ უნდა მოხდეს პარტნიორული ურთიერთობების აღდგენა ეხლა უკვე გაუმჯობესებულ ფორმატში. მეორე დღე ამართავს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი შეხვედრებს საქართველოში, თუმცა როგორც ცნობილია, ასევე მაისის ბოლოსაც ელოდება ქართული მხარე ამერიკის შეერთებული შტატებიდან დელეგაციას. მადლობა თამნა ციკლაური იყო პირდაპირ ეთერში.